ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ბოლო შეხვედრა გამართეს და ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დისნეის გმირების თანხლებით მოქალაქეებს პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დავით რობაქიძე აცხადებს, რომ მსგავსი აქციით სურს პატარებისთვის სასიამოვნო გარემო შექმნა, რადგანაც მის პრიორიტეტს მომავალი თაობისათვის ღირსეული მომავლის შექმნა წარმოადგენს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა ამ მომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დარჩება ისევ სრულჭკუაზე, ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის ერთსაც და მეორესაც ვარს და გააკეთებს არჩევანს იმ ძალაზე, რომელსაც შეუძლია რეალურად გადაარჩინოს ქალაქი, გადაარჩინოს ქვეყანა და რეალურად შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისიდან. თუ კიდე ერთხელ ვაცხადებ, არ იქნება სრული მხარდაჭერა ლეიბორისტული პარტიის და მისი კანდიდატების მიმართ, ეს ადამიანები უარეს დღეში ჩააგდებენ ქვეყანას.